თუ შენი მოქალაქე არ არის, შეგიძლია რომ საერთაშორისო ძებნაზე დასვა. ასე მე ერთ ფაქტზე მინდა გავამოხილო ყურადღება, ყოფილი დისევის მკვიდრზე გეუნაშვილზე, რომელიც ეხლა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება, ეს ადამიანი სიკვდილის პირას არის მისული. მასზე წამება ხდება ჩემი ინფორმაციით და იგი გაუსაძლის მდგომარეობაშია, მას აბრალებენ მკვლელობას და დივერსიას, მაგრამ ქართული სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები არ ზრუნავენ არც ერთი ორგანოს მეშვეობით ამ ადამიანის ბედზე. ამავდროულად მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1 კვირის უკან დაახლოებით სოფელ ზარდიანთკარში ერთი ოსი პოლიციელი, მილიციელი და 2 ოსი გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენმა პოლიციამ დააკავა ისინი, ჩამოიყვანა გორში და მე დიდი რო იტყვიან ესეთი გადასცა ისევ ცხინვალს ყოველგვარი რეაგირების გარეშე. ანუ გამოდის რომ ჩვენს მოქალაქეებს აკავებენ, მიყავთ ცხინვალში, ყავთ ტყვეობაში და სასტიკად ეკცევიან და ჩვენ კიდევ თითოეულ ესეთ ოსძალოვანს ვაცილებთ ისევ ცხინვალში. შეიძლებოდა რაღაც მოლაპარაკებების გამართვა და ამ ადამიანის დახსნაც ტყვეობიდან, მაგრამ ამაზე მე როგორც ვიცი, არავინ არ ფიქრობს და ამ ადამიანის ბედით არავინ არ არის დაინტერესებული საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარდად. აი სამწუხარო სავალალო ფაქტია, შეიძლება ის ადამიანი დაიღუპოს ცხინვალის იზოლატორში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება ეს ადამიანი.